ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით ყველას და მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს გაგაცნობთ როგორც ყოველთვის ლაილაისთან ერთად. თავდაპირველად ქართულ შოუ-ბიზნესურ ამბებს გავესწრებთ. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. 10 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძე ეთნო-მუსიკალურ კონცერტს გამართავს, რომელშიც ჯგუფ ინსაიტისა და ნინო ქათამაძის გარდა მონაწილეობას მიიღებენ მერაბ სანაძე, ირაკლი ხუციშვილი და რომა ცხილაძე. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც სპეციალურად პრესისათვის რეპეტიცია და პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. თქვენ დღეს პირველებს პრესის წარმომადგენლებს მოგეცეთ საშუალება, რომ მოგესმინათ 15 წუთიანი ნაწყვეტი იმ კონცერტიდან, რომელიც 10 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. ეს იქნება სადღაც 2 საათამდე კონცერტი, რომელიც მთლიანად ძალიან სავსე იქნება სხვადასხვა მუსიკალური ინოვაციებით და სიახლეებით. ეს არის სრულიად ახალი მუსიკალური პროდუქტი და მე ვიტყოდი ახალი მუსიკალური სიტყვა საქართველოში. სიყვარულს ქადაგება რაც უნდა, მხოლოდ სიყვარულია დედამიწაზე, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები. ზოგს ჯერა, ზოგს არ გჯერა, უბრალოდ ყველას გჯერა, არავის არ უნდა რომ დედამიწაზე სიყვარულის გარეშე იცხოვროს, უბრალოდ ჩვენ გვინდა ისევ იმ ადამიანებთან მივიდეთ, ვისაც მოუკლეს სიყვარულის სურვილი და ჩვენ გვინდა რომ გავათმოს ეს ადამიანები, რომ ისევ სიყვარულით მოგვიტრიალდნენ ჩვენ და ისევ ჩვენ აგვამღარონ. ეგ არის და ეგ. იდეა ამ შემთხვევაში არ არის განსაკუთრებულად ახალი, ეს არის გამოცდილება, რომელიც არსებობს საზღვარგარეთ, მსოფლიო მუსიკა, world music, რაც მოიცავს იმას, როდესაც სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები ერთად იკრიბებიან. ამ შემთხვევაში ირაკლი ხუციშვილი სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვიყვანეთ საფრანგეთიდან და ის რეალურად თვენახევრის განმავლობაში რეპეტიციებს გადიოდა, მათ შემოვერთდათ რომა, შემდეგ სანო და შეიქმნა ესეთი ჯგუფი. მათ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ ერთმანეთთან მუშაობის და გამომდინარე აქედან ჩამოყალიბდა ეს პროექტი. ჩვენ ჰქონდა ეს აზრი ამ პროექტის განხორციელების მე და ნინოს, უბრალოდ არ ვიცოდით კონკრეტულად როგორ და რანაირად გაკეთდებოდა. საკმაოდ წარმატებულია, იმიტომ რომ ფაქტიურად რაც ყველაზე მთავარია, ეს პროექტი არის აგებული ურთიერთსიყვარულზე მუსიკოსების შორის. ისინი ძალიან კარგად გრძნობენ ერთმანეთს და აქედან გამომდინარე რეზულტატიც არის ადეკვატური. იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სამთო სათხილამურო სპორტი იზიდავს, ტრადიციულად უკვე მე რამდენი წელია გუდაუში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ტურნირი. ჩვენ საშუალება ჰქონდა დავსწრებოდით ამ ღონისძიებას, რომლის დამთავრების შემდეგ კონცერტიც გაიმართა. ვიყოს მწვანე არის 130 ნომერი. გაიყო.
დღეს პირველად ვართ გუდაურში, ჩვენ ჯგუფის სეიშენი, მაგრამ მე და ჯიმი ხა შემოკლებულად ვართ ამ წუთში და ძალიან გვიხარია აქ რომ მოვხდით, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია ეგ ყველაფერი, რაც დღეს ხდება და დიდი მე მგონი ჩვენთვისაც კარგია ის რომ ამ შეჯიბრებაში შევიტანეთ წვლილი და აღნიშნავთ იმასაც რომ ვართ უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თქვენს გვერდში ვიქნებით, მინდა უთხრა გუდაურს და ამ შეჯიბრებას ჩვენისა. თბილისის კინოთეატრებს 3 მარტს კიდევ ერთი შეემატება. ეს არის 320 ადგილიანი თანამედროვე დოლბირებული კინოთეატრი ახმეტელი, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე კინოფილმები. გრიბოედოვის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს მზადება რუსი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის საიუბილეო საღამოსათვის, რომელსაც რუსული კლუბი და რეჟისორი ინგა გარუჩავა დგამს, მწერლის ზღაპრების მიხედვით. ჩვენ სამზადისის პირველ ეტაპს დავესწარეთ. პროექტი არის ეს საბავშვო მიუზიკლი, ანუ ქვია ლუკა მორია. პუშკინის ზღაპრების მიხედვით გაკეთებული, ავტორები არიან ხაჭანოვსკი პეტრე და ინგა გარუჩავა. დღესდღეობით რა ეტაპზეა, იკერება კოსტიუმები, დეკორაციები მზადდება. და სადღაც ალბათ უკვე ისე 10 დღეში უნდა რაღაც ესეთი კონკრეტული სახე მივიღოთ პირველადი ამ სპექტაკლის. ოდენობრივად ბევრი არ არის, მაგრამ ისეთ საკმაოდ რთული კოსტიუმებია, თვითონ პერსონაჟის რაოდენობა სადღაც 8 პერსონაჟია, მეტი არ არის. და აქედან გამომდინარე კოსტიუმებიც მაგდენიებია. მასალები შევიძინეთ საზღვრებს გარეთ, ვეცადეთ რაღაცა ცოტა განსხვავებული მასალები ყოფილიყო, რაღაც შევიძენ, ჩამოვიდან საკმაოდ ფერადი უნდა გამოვიდეს ჩემი აზრით და ამას. თვითონ პრემიერა როგორც ეგეთი არის 23 მარტისთვის, მე მგონი დაგეკმილი ზუსტად არ ვიცი. და პრემიერაც მე მგონი ეს ჩვენების სახეს მიიღებს და პირველადი პრემიერა უნდა იყოს მოსკოვში. და ფესტივალი არის ესეთი პუშკინის ზღაპრების ფესტივალი და იმ ფესტივალზე იქნება პრემიერა, ანუ და იქ რაღაც შესაბამისი პრიზები და ასე შემდეგ ველოდებით რამე შეიძლება ჩვენც მოგცემთ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.